ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აქტიურად დაიწყეს საბრძოლო ველის მომზადება დესანტის გადასხმისთვის ირანის სანაპიროზე ჰორმუზის სრუტეში. და ამაზე უკვე აღარ საუბრობენ მხოლოდ ექსპერტები და ანალიტიკოსები, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებიც. მერვე ღამეა ზედიზედ. ამერიკული ავიაცია ბომბავს ირანის სამხრეთს, მაგრამ ეხლა ისინი აღარ ურთყამენ აბსტრაქტულ სამხედრო ობიექტებს. ის მეთოდურად ურთყამს ხიდებს, რკინიგზას და გვირაბებს, რათა დანარჩენი ქვეყნისგან მოწყვიტოს ირანის გიგანტური მთავარი პორტი ბენდერ აბასი. ეს არის ქალაქი 500,000 მოსახლით, სადაც გადის ირანის ვაჭრობის ნახევარზე მეტი და სადაც მდებარეობს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მთავარი სამხედრო საზღვაო ბაზა ჰორმუზის სრუტეზე. ის უკვე თითქმის სრულად იზოლირებულია და ეხლა ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ უნდა გადაიჭრას? ყველა სახმელეთო გზა პორტთან სანაპიროზე რო გადაჭრა, თუ ამ პორტის აღებას არ აპირებ. და აი ამის მტკიცებულებაც, რომ ეს უკვე უბრალოდ ფანტაზიები აღარ არის, აშეშ არმიის გადამდგარი 4 ვარსკვლავიანი გენერალი პირდაპირ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის იზოლაცია ყოველთვის იყო აშეშ-შუს გეგმის ნაწილი. ამიტომაც ხედავთ ხიდების, რკინიგზისა და გვირაბების განადგურებას. ხოლო ჰორმუზის სრუტეში წყალში უკვე დგას აშშ-ის მე-11 ექსპედიციური საზღვაო ქვეითთა რაზმი. და ამ ფონზე ჩვენთან კიდევ ერთი ტრაგიკული ამბავი ჩნდება, რადგან მარტის შემდეგ პირველად ირანმა ამერიკელი ჯარისკაცები მოყვა. 2 დაიღუპა, 1 უგზო-უკლოდ დაიკარგა და ეს ომს კიდევ უფრო ამწვავებს. ამ გამოშვებაში რატო აფხელს დარტყმების გეოგრაფია დესანტის მომზადებას? რა ძალები შემოიყვანა აშშ-შემ რეგიონში? რა დაემართა დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცებს? და საერთოდ საით მიდის ეს ყველაფერი? ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გამოწერისკენ, ამიტომ პირადად მადლობას გეტყვით თქვენი გამოწერისთვის. მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. ჯერ ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპაზე ვისაუბროთ, რადგან სწორედ ამ მოვლენას უკვე უწოდებენ ამ ომის გარდამტეხ მომენტს. ამბობენ, რომ ეს შეიძლება აიჯულოს ამერიკის პრეზიდენტი გარკვეულ ესკალაციაზე წავიდეს. იმისთვის, რომ შური იძიოს და უკვე აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტი ამასაც კი მიანიშნებს. თითქოს ეს მსხვერპლი უშედეგო არ ყოფილა და ახლა ამერიკელებს მართებთ შური იზიონ ამ ჯარისკაცების სიკვდილისთვის. შესაბამისად გაამწვავონ სიტუაცია. რეგიონში აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 17 ივლისის ღამეს იორდანიაში 2 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და კიდევ 1 უგზო-უკლოდ დაიკარგა. ეს შეერთებული შტატების პირველი საბრძოლო დანაკარგებია ირანული ცეცხლის შედეგად მარტის შემდეგ. კიდევ 4 ადამიანი ევაკუირებული იქნა იორდანიის საავადმყოფოებში. ისინი უკვე გაწერეს. პირადი შემადგენლობის ნაწილმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და უკვე დაბრუნდა სამსახურში. მაგრამ შეერთებული შტატების ბაზამ იორდანიაში მართლაც მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. რა მოხდა კონკრეტულად? ირანმა მინიმუმ 2 ბალისტიკური რაკეტი დაარტყა მუაფაქ სალტის ავიაბაზას იორდანიაში, სადაც განთავსებულია ამერიკული ჯარები და გამანადგურებლები. სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება ვიდეო, სადაც დაფიქსირებულია დარტყმის მომენტი და საკმაოდ სქელი კვამლი. გარდა ამისა, ინტერნეტში უკვე გამოჩნდა სატელიტური სურათები, სადაც მართლაც ჩანს ნგრევა. სხვათა შორის გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ, იქ სწორედ ასეთ მასალებს ვაქვეყნებთ. საერთოდ ბოლო კვირის განმავლობაში ამერიკულ ძალებზე, ბაზებზე, სწორედ იორდანიაში, განხორციელდა 4 ირანული სარაკეტო დარტყმა. უკვე განაცხადეს, რომ ათეულობით სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება და რამდენიმე ვერტფრენი განადგურდა. ვერტფრენები. უფრო მეტიც, ეხლა ამერიკელი ანალიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ამერიკელები ძალიან აქტიურად იწყებენ თავიანთი ვერტფრენების, Black Hawk-ების დაკარგვას. და ამ ომმა აჩვენა, რომ ისინი მართლაც ძალიან მოწყვლადები აღმოჩნდნენ ესეთ თავდასხმთან მიმართებაში. და მართლაც, ეხლა ირანელებმა კიდევ გამოაქვეყნეს ფოტოები აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების საწყობზე სარაკეტო დარტყმების შედეგების შესახებ ალ-უდეიდის ავიაბაზაზე. ეს უკვე კატაშია. და პარალელურად აშშ-ის საელჩო იორდანიაში სასწრაფოდ მოუწოდებს ამერიკელებს თავი შეიკავონ ამანის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრებისგან კონკრეტული და სანდო საფრთხის გამო. გარდა ამისა, აშშ-ის მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ არ ეწვიონ აკაბა სპორტს შემდგომი შეთხობინების მიღებამდე. ახლა კი ციტატას მოვიყვან სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან.
გაგრძელეთ იორდანიის ხელისუფლების მიერ გაცემული ყველა უსაფრთხოების ინსტრუქციის შესრულება. აშშ-ს საელჩო ამანში. აგრძელებს რეკომენდაციას, რომ ყველა ამერიკელმა თავი შეიკავოს იორდანიაში სამხედრო ბაზებზე მგზავრობისგან. საერთო სიტუაცია ასეთია. ირანელები ძალიან აქტიურად დაიწყეს იორდანიაზე დარტყმები. რადგან მანამდე ისინი ძირითადად კუვეითს, ბაჰრეინს, კატარს და ომანსაც კი ესროდნენ. მაგრამ იორდანია თითქოს გვერდზე რჩებოდა. აი ირანული სარაკეტო დარტყმები, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე განხორციელდა. იორდანიაში ბოლო დღეებში ამ სარაკეტო დარტყმების შედეგად სიქორსკი Black Hope-ის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიკარგა. ამის შესახებ იუწყება New York Times-ი. გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე დამანგრეველი დარტყმა განხორციელდა პრინც ჰასანის სახელობის ბაზაზე, იორდანიის აღმოსავლეთ ნაწილში. გამოცემა არ ასახელებს დაკარგული ვერტმფრენების ზუსტ რაოდენობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეული ასეთი ვერტმფრენის ღირებულება 21 მილიონი დოლარია. ანუ იორდანია დარტყმის ქვეშა. უკვე ერთი კვირა, უბრალოდ ახლა გამოჩნდნენ დაღუპული ჯარისკაცები და ეს თემა უფრო კონკრეტულად და ოფიციალურად დაიწყო განხილვა. საერთო ჯამში ომის განმავლობაში პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით 16 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ეს თებერვლიდან მოყოლებული და კიდევ 430-ზე მეტი დაიჭრა. დონალდ ტრამპის რეაქცია გასაკვირად თავშეკავებული იყო. News Nation-ის ეთერში მან თქვა, ციტატა: ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ არ გვინდა რომ ასეთი რამ ხდებოდეს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის მსახურება. მაგრამ როდესაც მას კითხეს ირანის განცხადებაზე, რომ ისინი აღარ დაიცავენ ივნისის ზავის მემორანდუმს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა უკვე სულაც არ აინტერესებს, რას აცხადებენ თეირანში. რადგან ამიერიდან აშშ აღარ აპირებს საუბარს ირანის ამჟამინდელ რეჟიმთან. საერთოდ ვიტყოდი, რომ ბოლო კვირაში დონალდ ტრამპი ირანის საკითხზე ბევრს არ ლაპარაკობს. შეიძლება ვივარაუდო, რომ მისმა მრჩევლებმა ბოლოს და ბოლოს მიაწვდინეს ხმა, რომ მან მე-40-ად აღარ გამოაცხადოს. თითქოს უკვე გაიმარჯვა. სხვათა შორის ეს ხუმრობა არ არის. თუ გამოგრჩათ, მაშინ. ანალიტიკოსებმა დაითვალეს, რომ მთელი ომის განმავლობაში 28 თებერვლიდან მოყოლებული დონალდ ტრამპმა უკვე 39-ჯერ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ომი უკვე მოიგო, ან ირანი დაამარცხა. და მერე ისევ გვაქვს ესკალაცია. მაგრამ ამერიკელი სამხედროების სიკვდილზე პასუხი მაინც ამერიკულმა ჯარებმა გასცეს. შაბათის ღამეს, მერვე ღამე ზედიზედ, აშშ-მ ახალი დარტყმების ტალღა განახორციელა ცენტრალური სარდლობის ფორმულირებით, რათა სწრაფად დაესაჯა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ამერიკელების მკვლელობისთვის. და აი ამ ფონზე სულ უფრო მეტი ნიშანი ჩნდება იმისა, რომ დონალდ ტრამპი უბრალოდ ასე არ დუმს. აშშ-ში აშკარად რაღაცას გეგმავენ, თანაც გრანდიოზულს. შეხედეთ ირანზე ბოლო დღეებში განხორციელებული დარტყმების ხასიათს, რადგან ის ძალიან სპეციფიკურია. ამერიკული კამპანიის ანალიზისას ირანის ბანდერ აბასის პორტის გარშემო მივდივარ დასკვნამდე, რომ აშშ ამზადებს ბრძოლის ველს. ანუ ეს სწორედ მომზადება ბრძოლის ველი. ამერიკის შეერთებული შტატები ურტყამს გზებს, ხიდებს, სარკინიგზო ხაზებსა და გვირაბებს, ასევე ურტყამს კავშირს ქალაქის გარშემო. და ეს აჩენს კითხვას, ხომ არ ამზადებს ეს კამპანია ნიადაგს შეზღუდული სახმელეთო ოპერაციისთვის? უშო-მხას შეზღუდული. ცოტა მოგვიანებით ავხსნი რატომ და კონკრეტულად ამ სიტყვაზე გავამახვილებ ყურადღებას. მაგალითად, წინა დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ დაარტყეს ხიდებს და უბრალოდ დაანგრიეს გვირაბი, რომელიც აკავშირებდა პორტულ ქალაქ ბანდერ აბას თეირანის გზასთან. მოდით აქ შევჩერდეთ და ცოტა გავაანალიზოთ ლოგიკა. ბოლო რამდენიმე ღამეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ხიდს დაარტყეს. კერძოდ, კაჰურისტანის ხიდი ბანდერ აბასის ხამირლარის გზაზე. გარივეს ხიდი, აბნამას ხიდი მინაფთან. ეს უკვე პირდაპირ სანაპიროზეა. დასავლეთით რკინიგზის კვანძიც, ბანდერ აბასიდან. დამატებით დარტყმები მიაყენეს გვირაბებსა და გზებს რადანისა და ხაჯი აბატისკენ. ანუ თუ ყურადღებით დააკვირდებით რუკას, დარტყმები ისე ხორციელდება, რომ ბანდერ აბასი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან იყოს იზოლირებული. ან უბრალოდ ცალკეული ობიექტების დაზიანება კი არ არის მიზანი. ან თუ ადრე ამერიკელები ძირითადად ურტყამდნენ იმ წერტილებს, საიდანაც მაგალითად რაკეტები ისროლებოდა, სადაც რადარები იდგა და ასე შემდეგ, ეხლა ეს უკვე აშკარად ჩანს. ეს არის ქალაქის იზოლაციის მცდელობა.
ხოლო რკინიგზის გათიშვა ხელს უშლის არამხოლოდ სამოქალაქო მაგალითად კონტეინერების გადაზიდვებს, ეს თეირანს ართმევს შესაძლებლობას გადაიტანოს სამხრეთით, ჰორმუზის სრუტისკენ, ძიმე სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა. ეხლა პასუხი კითხვაზე, რატო უნდა მოწყვიტონ სწორედ ეს ირანული პორტი? გამოცემა The Hill ციტირებს აშშ-ის არმიის 4 ვარსკვლავიან გენერალს პენსიაში და შემდეგ მოყავს მისი ციტატა. ჰორმუზის სრუტის იზოლაცია ყოველთვის იყო აშშ-ის გეგმის ნაწილი. ამიტომაც ხედავთ, როგორ ანადგურებენ ხიდებს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ შეძლონ შემოსვლა, ლოგისტიკურად გაძლიერება და დაიწყონ იმ შესაძლებლობების აღდგენა, რომელსაც ჩვენ მათ ვართმევთ. ეს უკვე ტერიტორიის დასაკავებლად მომზადების ენა. ან დესანტის გადასხმისთვის. ანუ, ჯერ მოწინააღმდეგეს მოუჭრი რეზერვების მიწოდების გზებს. მაქსიმალურად ასუსტებ. აწვევი დარჩენილ ძალებს ამ ტერიტორიაზე და მერე თავად შედიხარ მასში. და აი აქ პირდაპირ დადასტურებაა დესანტის ძალების არსებობის ამ რეგიონში. ზღვის ბლოკადის უზრუნველყოფისას. აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მონაცემებით 11 საზღვაო ექსპედიციური დანაყოფის საზღვაო ქვეითებმა რამდენიმე დღის წინ უკვე აბორდაჟით აიღეს ტანკერი უენ იაო ომანის ყურეში. და სწორედ 11 საზღვაო ქვეითთა დანაყოფია ეს, რომელიც მზადაა დესანტისთვის. საზღვაო ქვეითთა შენაერთი, რომელიც უკვე ირანის სანაპიროსთან იმყოფება. ამიტომ ლოგიკა თავისთავად ცხადია. ბანდერ აბასი ირანის ფლოტის შტაბ-ბინაა. ამ პორტით გადის 85-ზე მეტი სახეობის საქონელი, რომელიც ირანში ზღვით შემოდის. და სწორედ ამ ბაზიდან ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი ესვრის გემებს და თითქოს თავის ძალას ავრცელებს სპარსეთის ყურეში. თუ აშშ სურს რეალურად ფიზიკურად აკონტროლოს ჰორმუზის სრუტე, მათ ან ეს სანაპირო უნდა აიღონ, ან სრუტეში მდებარე კუნძულები. სხვათა შორის დარტყმები უკვე კუნძულებზეც მიმდინარეობს. სოფელ მესენთან კეშმის კუნძულზე 8 დარტყმის შესახები უწყებიან, ხოლო კიშის კუნძულზე დაზიანებული ქვესადგურის შესახებ. ანუ მიმდინარეობს სრული წმენდა მთელი სანაპირო ზოლისა და კუნძულების ორმუზის სრუტეში. მაგრამ აქ მაინც შეიძლება გაჩნდეს ეჭვები, რამდენად რეალურია აშშ-ის დესანტის სრული გადასხმა ირანში. მოდი დავითვალოთ რეგიონში არსებული ძალები. და რა აქვს აშშ-ის რეგიონში ესეთი ჰიპოთეტური ოპერაციისთვის? პირველ რიგში სწორედ ის მე-11 ექსპედიციური საზღვაო ქვეითა რაზმი. ეს დაახლოებით ბრიგადის ეკვივალენტია, ანუ დაახლოებით 2000 საზღვაო ქვეითი ტექნიკით სადესანტო გემებზე. მეორეც, რიგი შეფასებებით, რეგიონში შეიძლება ჩაერთოს აშშ-ის არმიის 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის ნაწილები. მესამეც, იქვე დგანან 2 ავიამზიდი, ჯერალდ ფორდი და ევრამ ლინკოლნი. იქვე განთავსებულია ათობით გამანადგურებელი, ახლახან გადაყვანილი დამატებითი F-35 და E-15 და F-16, პლუს ათობით საწვავის შემსევი თვითმფრინავი. და აქედან გამომდინარე გონივრული დასკვნა უნდა გამოიტანოთ. თუნდაც თუ აშშ-ის სახმელეთო ოპერაცია იქნება, ის შეზღუდული იქნება. რადგან 2 ექსპედიციური საზღვაო ქვეითთა რაზმი, ეს ფაქტობრივად 2 ბრიგადაა თუ ესე უფრო გასაგებია და 1 სადესანტო დივიზიის ნაწილები, საკმარისია სანაპიროს, პორტის, აეროპორტის ან ჰორმუზის სრუტეში კუნძულების დასაკავებლად და შესანარჩუნებლად. მაგრამ არა 90 მილიონიან ქვეყნის სიღრმეში შეჭრისთვის. არა. საუბარია ჰორმუზის სრუტის ვიწრო სანაპირო ზოლის კონტროლზე, რათა ფიზიკურად იყოს უზრუნველყოფილი გემების გავლა. და არა თეირანისკენ მარსზე. არა, ესეთი დიდი ომი ნამდვილად არ იქნება. ეს პრინციპული განსხვავებაა, მაგრამ ჩანს, რომ სწორედ ასეთ სცენარზე ემზადება აშშ. მეორე მხრივ, საბოლოოდ შესაძლოა სახმელეთო ოპერაციაც საერთოდ არ იყოს. ბენდერ აბასის პორტის იზოლაცია ორმაგ ამოცანას წყვეტს. ის ამზადებს ნიადაგს შესაძლო სადესანტო გადასხმისთვის. დამადროულად თავადვე ახშობს ირანის სამხედრო ლოგისტიკას ჰორმუზის სრუტესთან ყოველგვარი სადესანტო ოპერაციის გარეშე. ანუ დონალდ ტრამპი შესაძლოა ორივე ვარიანტს იტოვებს. თუ მოუნდება, შორიდანვე ახშობს ახალი ავიადარტყმებით და სარაკეტო დარტყმებით. თუ მოუნდება, გადასხდება და სანაპიროს თავის კონტროლქვეშ აიყვანს. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ მე-11 საზღვაო ქვეითა რაზმი ირანის სანაპიროსთან დგას და ხიდები ახლა ერთის შემდეგ მეორე ინგრევა, ცალსახად მიუთითებს, რომ რაღაც სერიოზული მწიფდება. ეს უკვე სულაც არა ეს რუტინული დარტყმები, ეს აშკარად რაღაც უფრო დიდისთვის მზადება. რაც შეეხება თავად ბენდერ აბასის განადგურების მასშტაბს,
უკვე ახლა ირანისთვის სურათი კატასტროფულია. The Telegraph ამას ასე ახდენს. განთიადამდე ხიდები ერთი მეორის შემდეგ ინგრეოდა. ამერიკული რაკეტები მათ მდინარეების კალაპოტებსა და ხეობებში ბეტონის გროვებად აქცევდა. ქალაქი 500,000 მოსახლით, სადაც ირანის მთელი ვაჭრობის დაახლოებით ნახევარი მოდის, ახლა თითქმის სრულად მოწყვეტილია. ხორმოზგანის პროვინციაში კი როგორც გუბერნატორის მოადგილე ამბობს, ამერიკულმა რაკეტამ გამტკნარების სადგური გაანადგურა. ანუ უკვე ადამიანებისთვის სასმელი წყალის დარტყმის ქვეშაა. ამ ეტაპზე დგას საკითხი ამ რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ. მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ირანის პასუხიც ფართოვდება. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა განაცხადა, რომ კომბინირებული რაკეტებითა და დრონებით ჩატარებული ოპერაციით ბოლო 24 საათში 4 გემის ჰორმუზის სრუტეში გავლა შეაჩერა. ირანმა პირველად, როგორც იცით, დაარტყა ამერიკულ ბაზას სირიაში და აგრძელებს დარტყმებს ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანში და იორდანიაში. მაგრამ სხვადასხვა რეგიონში ყველა არ არის აღფრთოვანებული დონალდ ტრამპის გეგმებით. ან ყოველ შემთხვევაში ისე აჩვენებენ, თითქოს არ არიან აღფრთოვანებული. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის მთავარმა პარტნიორმა, სპარსეთის ყურეში ფაქტობრივად მოუწოდეს ამ ომის შეჩერებას. ემირატების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა მხარეს მოუწოდა ციტატა მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ესკალაცია და დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა საბრძოლო მოქმედება. ყველა მხარეს მოუწოდა მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ესკალაცია და დაუყოვნებლივ შეწყდეს. მაგრამ ყველაზე ძლიერი მათ განცხადებაში სწორედ ესაა, ციტატა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმები რეგიონში, მათ შორის სკოლებზე, უნივერსიტეტებზე, საავადმყოფოებზე, გამტკნარების სადგურებზე, ენერგოობიექტებზე, სატრანსპორტო კვანძებსა და საცხოვრებელ რაიონებზე წარმოადგენს აღმაშფოთებელ და სერიოზულ დარღვევას საერთაშორისო წესრიგის და ვერანაირ გარემოებაში ვერ იქნება მიღებული ან გამართლებული. აი სამიზნეების სია ემირატებიდან ეს თუ გულწრფელები ვიქნებით, სწორედ ამიტომ ურთყამენ ახლა ორივე მხარე. აშშ ურთყამს ირანის ხიდებს, გვირაბებს, რკინიგზას, თუ ირანის ხელისუფლებას დაუჯერებთ მარილიანი წყლის გამწმენთ სადგურსაც. ეს ყველაფერი შეიძლება ორმაგი დანიშნულების სამიზნეებად ჩაითვალოს. ირანიც ურთყამს ქუვეითის მარილიანი წყლის გამწმენთ სადგურს. ანუ აქაც დგას კითხვა, ვინ დაიწყო პირველი, ხო? ანუ ჯერ ირანმა დაარტყა ქუვეითის მარილიანი წყლის გამწმენთ სადგურს, შემდეგ კი ირანში მდებარე გამწმენთ სადგურზე მიიტანეს დარტყმა. და ემირატები ფაქტობრივად ორივე მხარეს ეუბნებიან, რომ თქვენ გადადიხართ ზღვარს. თქვენ უკვე ურთყამთ მშვიდობიანი მოსახლეობის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას. მეორე მხრივ, ემირატები აშკარად შვებით ამოისუნთქებენ, თუ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის საფრთხე საბოლოოდ იქნება აღმოფხვრი. სუბტიტრები. მოდით შევაჯამოთ. 19 ივლისის საღამოს მდგომარეობა შემდეგნაირად გამოიყურება და ბოლოს ეს ლოგიკურად ჩანს. შეერთებული შტატები მერვე ღამეა ზედიზედ ბომბავს ირანის სამხრეთს, მაგრამ ეს ქაოტურად ახდება. ისინი ქირურგიული სიზუსტით იზოლირებენ მთავარ პორტსა და სამხედრო საზღვაო ბაზას, ბენდერ-აბას, ჭრიან ხიდებს, გვირაბებს და რკინიგზებს. და აი აშშ-ის გადამდგარი გენერალი პირდაპირ ამბობს, რომ ეს კეთდება იმისთვის, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეძლოს რეზერვების მოყვანა იქ, რასაც მას ართმევს. ნაპირთან უკვე დგას აშშ-ის საზღვაო ქვეითთა 11 სადესანტო რაზმი. და ეს ყველაფერი ერთად არის კლასიკური ნიშნები სანაპირო სადესანტო ოპერაციისთვის მზადების, რომლის მიზანიც არის ჰორმუზის სრუტის ფიზიკური კონტროლის აღება. იქნება თუ არა დესანტის გადასხმა რეალურად. შეიძლება არც იყოს, რადგან პორტის იზოლაცია მუშაობს ამგვარი გადასხმის გარეშეც. და თუ მაინც იქნება, ის იქნება შეზღუდული, ანუ სანაპირო, პორტი, კუნძულები, მაგრამ აშკარად არა რაიმე სვლა თეგერანისკენ. ანუ არსებული ძალები საკმარისი იქნება მხოლოდ ოპერაციისთვის ჰორმუზის სრუტესთან ახლოს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რაღაც უფრო სერიოზული მწიფდება. აშკარად უფრო სერიოზული ვიდრე აქამდე ამ ომში მომხდარა. ამიტომ მე გირჩევდით, რომ უბრალოდ არ აკვირდეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ამბებს, არამედ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ბენდერ-აბასის პორტის და მთლიანად ამ სანაპირო ზონის ბედს. თუ ამერიკელები საბოლოოდ გაანადგურებენ მთელ ლოგისტიკას, რომელიც ბენდერ-აბასიდან ქვეყნის სიღრმეში მიდის და სანაპიროსთან გამოჩნდებიან სადესანტო გემები, ეს ნიშნავს, რომ აშშ იზოლაციიდან გადადის ტერიტორიების დაკავებასა და კონტროლზე. ამ შემთხვევაში ამერიკის ომი ირანთან სრულიად ახალ დონეზე გადავა. აქ მრავალ წერტილს ვსვამ.
თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამიც. არხი Patchy News-ი, ბული მასზე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში, იქვეა ბულები ყველა სოციალურ ქსელზეც. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც ასევე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას დროებით.